არასრულწლოვნების შესახებ კანონის გამკაცრება პრობლემას ვერ მოაგვარებს. უფლებადამცველების პასუხი ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რეალური გამოსავალი სისტემურ მიდგომაშია, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს მოზარდების უფლებები, ამავდროულად მათ უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა თუ დანაშაულს ჩაიდენენ. სარეაბილიტაციო ცენტრებში არასრულწლოვნების გამოკეტვა კი ამას ვერ უზრუნველყოფს. ოცნებამ კანონში შესატანი ცვლილები პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. ცვლილებებით ასევე მკაცრდება მიდგომა იმ ზრდასრულების წინააღმდეგ, ვინც არასრულწლოვნებს დანაშაულში ჩაითრევენ. რუიანისთვის ამ თემაზე ლიზა ლასარეიშვილი მუშაობს, ის აგზელებს საუბარს პირდაპირ ეთერში. ბავშვთა უფლებადამცველები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები არის საჭირო, თუმცა ეს არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც არასრულწლოვნების დანაშაულში ჩათრევაზე არის საუბარი და ამ მიმართულებით კანონი მკაცრდება, ქართულმა ოცნებამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ერთის მხრივ ამ შესატანი ცვლილებებით ისინი აღიარებენ, რომ მოზარდი, რომელსაც ამ დანაშაულში ითრევენ, არის მსხვერპლი, თუმცა მეორეს მხრივ მათ მიერვე არის ინიცირებული არასრულწლოვანთა შესახებ ის კანონ პროექტი, რომლის მიხედვითაც მათ შორის 14 წლამდე არასრულწლოვნები მოზარდები უნდა გამოკეტონ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სხვადასხვა გამოსასწორებელ სახლში. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს არ არის სისტემური მიდგომა და რომ ბევრი მუშაობაა საჭირო საიმისოდ, რომ აღნიშნული პრობლემა გამოსწორდეს. ერთის მხრივ სახელმწიფო ამბობს, რომ ვინც ამ ბავშვებს იყენებს დანაშაულის ჩასადინად, მათ მკაცრად დავრჩი, მაგრამ ამავდროულად ამ ბავშვებს უდგება არა როგორც მსხვერპლებს, არამედ როგორც დამნაშავეებს და ასევე სადამსჯელო პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ. ეს ერთი საკითხი, რაც ურთიერთწინააღმდეგობრივია და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ცენტრების შექმნა და 14 წლამდე ასაკის ბავშვების ინსტიტუციებში გამოკეტვა არ არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ეს არ ღვევს მათ უფლებებს. მეორე საკითხი, აქ არ არის მნიშვნელოვანი და მთავარი რამდენად მკაცრი სასჯელი ჩაიწერება კანონში. მთავარი არის რამდენად ეფექტურად იძიებს სახელმწიფო ასეთ საქმეებს. კანონმდებლების მიზანი არის სწორედ ის, რომ კიდევ უფრო დაუმძიმდეთ ასეთ სრულწლოვან პირებს პასუხისმგებლობა, ვინც ცოცხალი არაღად იყენებს არასრულწლოვანს, ან მათი მეშვეობითა და მათთან თანამონაწილეობით ჩადის დანაშაულს, თუმცა მხოლოდ სასჯელის დამძიმება ვერ იქნება ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი. გზა და მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველებმა პირიქით ხელი შეუწყო მსგავსი შემთხვევების გამოვლენას და როდესაც გაიგებენ შემთხვევას, რომ არასრულწლოვანმა მათ შორის 14 წლის ასაკს მიუღწეველმა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაედინა, ყოველთვის დაინტერესდნენ, ვინ შეიძლება იდგეს ასეთი შემთხვევების უკან. უბნის ეგრეთ წოდებული მაყურებლების წინააღმდეგ კანონში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება. მას პირველი მოსმენით დღეს მხარი უკვე დაუჭირა ოცნების პარლამენტმა, მეორე და მესამე მოსმენით კი ხვალ დაამტკიცებენ. ეს იყო ლიზა ლასარეიშვილი, ნახეთ მისი რეპორტაჟი პირველებში 8-ზე. წულუკიანის დირექტივა მოსამართლეებს ოცნების დეპუტატმა მათ პრაქტიკულად მიუთითა, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ არასრულწლოვნების მიმართ. ყველა უბანში, თბილისი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქალაქი, უნდა გამოვლინდეს ის ადამიანები, სრულწლოვანები, რომლებიც აი ამ უბედურებას თესავენ ჩვენ საზოგადოებაში. თავდება ის დრო, როდესაც სრულწლოვანს შეეძლო ბავშვზე შეეწმინდა ხელი და ბავშვი ჩაება დანაშაულ საქმიანობაში, იმიტომ რომ ეს უკვე ამ წლის დეკემბრიდან ცხადდება დამამძიმებელ გარემოებად და მოსამართლეს არ ექნება ზედმეტად დიდი დისკრეცია იმისთვის, რომ რაღაცეები, როგორც ხდება ხოლმე სასამართლო დარბაზში, გული აუჩუყოთ მას და შეღავათი გამოვტაცოთ ხელიდან. ევროპარლამენტის საქართველოს გვერდით დგას სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. ეს განცხადება რობერტა მეცოლამ სტრასბურგში გააკეთა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ხვალ პარლამენტი საქართველოს საკითხს განიხილავს. ჩანიშნულია დებატებიც. ევროპელი პოლიტიკოსები გაკვირვებულები არიან იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება მალავს, რომელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს აქციების დარბევის დროს ხალხის წინააღმდეგ. ევროპა მოითხოვს შეწყვიტოს ოცნებამ რეპრესიები და არასასურველი ადამიანების ციხით განეიტრალება. I think the scenes of the European Union flags in the squares of Tbilisi will stay with us.
ეს არის გზავნილი, რომელიც გვიბიძგებს ჩვენ იმისკენ, რომ ზურგი არ შევაქციოთ. სწორედ ეს არის ის, რასაც გთხოვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოგმართეს და გვითხრეს. გთხოვთ, ჩვენ გსურს ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თვალი არ აგვარიდოთ. ასე რომ ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძველს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ხვალდაზეկ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს. ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ავტონომიას, რომელიც ევროკავშირს სჭირდება ძლიერი კონტინენტისთვის, მათ შორის მის სამეზობლოში და იმ ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. მედიის თავისუფლებასა და დაცვასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი მტკიცია. ემზადება თუ არა ოცნება ვადამდელი არჩევნებისთვის და ანონსებულმა ფართო მასშტაბიანმა ამნისტიამ გააჩინა ეჭვი, რომ ივანიშვილის გუნდს მძღოლებისთვის შეღავათების დაწესების სანაცვლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერა და მათგან საარჩევნო ხმების ყიდვა უნდა. ხატია სამხარაძე ამ თემაზე სპეციალურად რვიანისთვის მუშაობს და ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, სწორედ ეს არის მთავარი, რასაც ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ მასშტაბური ამნისტია განხორციელდეს და ქართული ოცნება აპირებს, რომ გზებზე დააბრუნოს ის მართვის მოწმობები, რომელიც ჩამორთმეული იყო ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის გამო. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის ბერკეტს ქართული ოცნება ტყუილუბრალოდ არ გამოიყენებდა და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ემზადება ახალი არჩევნების ჩასანიშნად. არადა კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც არის მითითებული, რომ ყველაზე მეტი სადგზაო და ავტოსატრანსპორტო შემთხვევა სწორედ ალკოჰოლური თრობის შემთხვევების დროს ხდება და ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მსგავსი ტიპის დარღვევების ამნისტია მოახდინოს და ახლა უკვე იანვრიდან თებერვლისთვის ჩათვლით მძღოლებს დაუბრუნებს მართვის მოწმობებს. აი ესეთ არითმეტიკულად აჯამებენ, რამდენი ხმა შეუძლიათ აიღონ თვითონ. ამიტომ არის ასევე ის რეესტრის შექმნა, რომლითაც ყველა ნარკოდამოკიდებულს და ალკოჰოლდამოკიდებულს მოათავსებენ შიგნით, რომ დააძალონ ხმის მიცემა. ეს ამნისტიაც, ეს დაუსჯელობის შეთავაზებაც სწორედ ამისთვის არის პოგონიში. სიკვდილიანობის და მძიმე დაზიანებების მიღება ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოს ევროპის მასშტაბით არის პირველ ადგილზე. არათუ პირველ ადგილზე, არამედ სამჯერ მეტია ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყველაზე ჩამორჩენილ სახელმწიფოებთან შედარებით ევროკავშირის მასშტაბით. ეს არის ჩვეულებრივი იარაღია. ჩათვალოთ, რომ ანუ თრობაში მყოფი მძღოლი საჭესთან ნიშნავს, რომ იგივე თრობაში მყოფი გამოვარდეს ქუჩაში იარაღი და იქნებდეს ქუჩაში იარაღს, ანუ არაფერი განსხვავება არ არის. იცით შემთხვევით შეიძლება ვიღაცას დაუმიზნოს და გამოკრას და დაღუპოს ვიღაცა და ასევე საჭესთანაც შეიძლება აბსოლუტურად არაადეკვატური მოქმედება ჩაიდინოს და დაღუპოს ვიღაცა. თავად ქართული ოცნებაც აღიარებს, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი არის რაოდენობა ავტოსაგზაო შემთხვევების რეალურად სტატისტიკაც სწორედ ამაზე მიუთითებს და სწორედ ამისთვის, ამის პრევენციისთვის ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა ჯარიმები და ამას მიიჩნევდნენ პრევენციად, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირებულიყო, თუმცა დღეს ვნახეთ, რომ ირაკლი კობახიძის ინიციატივით გამოიცემა დიდი ამნისტია და იმ მძღოლებს დაუბრუნდებათ მართვის მოწმობები, რომლებსაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ ალკოჰოლის გამოყენების ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნის გამო. მადლობა ხატია სამხარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სასახლის ღობის საქმე მტკიცებულებების გარეშე. საქმიდან გამქრალია რკინის მავთული, რომელიც შაბათის ეთერის გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ სასახლის ღობის გადაჭრილ ნაწილს ჰქონდა შემოხვეული. ირკვევა, რომ არავის გამოუძიებია ამ დრომდე ვინ და როგორ დაამაგრა ის. დღეს დაკავებული 14 პირის სასამართლოზე გაშიფრეს კადრები, მაგრამ არც ერთ კადრში არც ერთი ბრალდებული არ ჩანს. ანუ საიდან მოხვდნენ ორბელიანზე და იყვნენ თუ არა საერთოდ იქ, ეს არავინ იცის. სასახლის ღობის საქმეზე რვიანისთვის ნანუკა ქაჯაია მუშაობს, ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში.
დიახ, პროკურორი ლაშა ცხვიტარია დღეს ამტკიცებდა, რომ სასახლის ღობეზე ხამუთი დამანგრებული არ ყოფილა და კადრები, რომელიც შაბათის ეთერში მაყურებელმა ნახა, თითქოს არასახავს რეალობას, არა და ამ კადრებით დასტურდება, რომ ჯერ სწორედ ხამუთი ზრება ღობეს და შემდეგ ღობე ვარდება, როდესაც რამდენიმე ადამიანი ღობეს 4 წამის განმავლობაში აწვებოდა. პროკურორი ამტკიცებს, რომ ხამუთი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა არ მოიღეს, არც ექსპერტიზაზე გააგზავნეს, გარდა იმისა, რომ ჩვენ კარგად გვაქვს უკვე ინფორმაცია ადვოკატებისგან, რომ სასახლის ღობის საქმიდან ღობე საერთოდ გააქრეს და ექსპერტიზა ჩაატარეს ფოტოზე და ვიდეო მტკიცებულებებზე, ირკვევა, რომ მთავარი მტკიცებულება საერთოდ ამოღებული საქმიდან არ არის. პროკურატურამ დღეს სასამართლოში ვიდეო მტკიცებულებები მიიტანა, უფრო კონკრეტულად კი TV პირველის ეთერის ჩანაწერი, თუმცა ამ კადრებში არც ერთ ბრალდებულთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ იყო, არც ერთი ბრალდებული, რომელიც დღეს განსაზღვრების სკამზე იჯდა, კადრებში არ გამოჩენილა. დღევანდელი ვიდეოთი დაადასტურდა როგორც ორგანიზატორთა მიერ მოწოდება ძალადობრივი ქმედებების ჩადენის თაობაზე, ასევე უშუალოდ აქციაში ძალადობრივი ქმედებებით გამორჩეული პირთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტი. ღობე ამოღებული გაქვთ მტკიცება, რომლის გამოკვლევაც მოხდება. ღობესთან მიმართებაში ჩატარებულია მთელი რიგი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ღობე დაზიანდა ფიზიკური შემხებლობის შედეგად უშუალოდ შედუღების ადგილას. ღობესთან მიმართებაში რაიმე ჭრის კვალი არ არის ეს ამოღებულია ეს ამოღებულია ეს რა თქმა უნდა ღობე ამოღებულია და ფოტოები არის ექსპერტიზაზე გადაგზავნილი როგორც ფოტო ასევე ვიდეო მასალა ერთვის სისხლის 4 წამი იდგნენ ღობე დაზიანდა პირთა ჯგუფის მიერ 4 ადამიანი ღობე დაზიანდა პირთა ჯგუფის მიერ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების შედეგად რა ხამუთი სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს და ეს დადასტურებულია კადრებში ჩანდა ეს დადასტურებულია შემთხვევის ადგილის აკვალიერებით კადრებში ჩანდა და რატომ არ ფიგურირებს არ ჩანს მსგავსი რამე როგორ არა კადრებში შაბათის ეთერში გავიდა გამოძიება სადაც დადასტურდა და არაერთი კადრი ვაჩვენეთ ხამუთთან დაკავშირებით და ჩანს კადრებში და ხამუთთან დაკავშირებით როგორ არ არის დაზიანებული არ ყოფილა ეს დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა ეს არის საკითხი რომელზეც ხამუთზე რა იცით ბატონო ღობე დაზიანებული არ ყოფილა. ხამუთზე გეკითხებით ღობე და ხამუთზე. მადლობა. მოწოდების შემდგომ გაემართნენ. მოწოდების მოწოდების შემდგომ გაემართნენ ძალადობრივი ქმედების მონაწილეები. კადრში ჩანს რომ სამი აქციაზე დგანან. კადრში ჩანს რომ აქციაზე დგანან ეს ადამიანები. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მოწოდების შემდეგ დიდი შეკრების ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეები ორბელიანზე გაემართნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს. მაგალითად, არ აქვს მტკიცებულება, როგორ ისმენენ დაკავებული 14 პირი ამ შემთხვევაში დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით რო ვისაუბროთ, როგორ უსმენდნენ მოწოდებას და როგორ წავიდნენ შემდეგ ორბელიანზე. თუ თვითნებურად მივიდნენ ორბელიანის გამზირზე, სასახლის ტერიტორიაზე, ეს კითხვები რა თქმა უნდა პირველ რიგში აქვთ ადვოკატებს და არა მედიის წარმომადგენლებს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ არც ერთი კადრი, რომელიც საქმეში ჩადო პროკურატურამ ბრალდებულების წინააღმდეგ ვერ შეიძლება ჩაითვალოს ბრალის დამადასტურებლად. ვიდეო მასალის გამოკვლევა რო დაიწყო თავიდან ჩვენ ნახეთ ისა ზოდელავასი პატაბურჭოვაძის გამოსვლები და ეს გამოსვლები დაკავშირში იყო ამ ადამიანებთან ხო ეს უნდა აღინიშნა დავშოთ უნდა ეთქვა თუ მას მიაშთა რომ მათი მოწოდების შემდეგ ეს პირები წავიდნენ და ეს ძალადობა განახორციელეს ეს უნდა ეთქვა მაშინ უნდა მიეთითებინა ეს მითება აღარ გააკეთა ხო და ეკა სწორედ ამიტომ არის რომ ეს პირები საერთოდ იდგნენ აქციაზე საზის მოწოდება იყო ამაზე მითითება ანუ უნდა ვიდეო მასალაში ეს პირები არ ჩანდა გონია რომ პროკურორმა იმიტომ არ გააკეთა მითითება რომ ეს პირები ამ ვიდეო მასალაში მოწოდების რომ საერთოდ არ ჩანან. უფრო მეტი ჩვენ დავინახეთ და გვაჩვენა ასევე სოლობის კადრები, ხო როგორ მიდიან აქციის წევრები. იქაც კი არ ჩანან ეს პირები. პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს სიტყვა ორგანიზებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ერთ წინადადებაში მათი გამოყენება უბრალოდ უხერხულია. ბევრი გარემოება ადასტურებს ამას, მაგრამ ამის მიუხედავად ცხადია მათ წარდგენილი აქვთ პოლიტიკური შინაარსის ბრალდება და ყველა ეს ადამიანი, ვინც დღეს იმყოფება გისოსებს მიღმა, იმყოფება საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო და იმის გამო, რომ ისინი შეყვარებული არიან საკუთარ სამშობლოს.
4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული. ამ საქმის განხილვა 5 ეპიზოდად არის დაყოფილი. 5 საქმე არის სასამართლოში შესული. დღეს ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიწყეს მტკიცებულებების გამოკვლევა, ხოლო 13 პირიან საქმეზე გაიმართება სასამართლოს ხდომა და იქაც მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს სახელმწიფო ბრალდება. შეიძლება ითქვას, რომ კვირის არც ერთი დღე თავისუფალი არ არის. ყველა დღეს მოსამართლეს სხვადასხვა ეპიზოდთან დაკავშირებით ხდომა აქვს ჩანიშნული, რომელიც სწორედ 4 ოქტომბერს უკავშირდება. ახლის ღობის საქმე დეტალებით ნანუკა ქაჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საეკლესიო სასჯელი ირაკლი კობახიძეზე დაწერილი Facebook პოსტის გამო. მამა დოროთე, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერეს, დარწმუნებულია, რომ ოცნების მიერ მართულმა მაღალმა იერარქებმა არაპატიეს სტატუსი ოლიგარქის პრემიერზე. არქიმანდრიტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქიმიური იარაღით ხალხის მოწამვლის გამო კობახიძე უნდა გადადგეს. ამ ამბავში არის კიდევ ერთი ბუნდოვანი დეტალი. ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტს პატრიარქის სახელით? რას ამბობს საეკლესიო სასჯელის მსხვერპლი არქიმანდრიტი, რა ეჭვები აქვს მას? რვიანისთვის ამ ამბავზე ირაკლი ბახტაძე მუშაობს და ის აგრძელებს საუბარს პირდაპირ ეთერში. თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ იმ დოკუმენტით, რომელიც პატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. სწორედ ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა არც ერთ კითხვაზე პასუხები ამ დრომდე არავის არ მიუღია. მთავარი კითხვა ამ დოკუმენტის გასაჯაროების შემდგომ არის, ვინ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის შემდგომაც სასულიერო პირს მამა დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება შეუწყვიტეს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დოკუმენტზე ოფიციალურად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ხელმოწერა არ არის და დოკუმენტზე ფაქსიმილი არის დატანილი. შესაბამისად არსებობს კითხვები, ვინ იყო პირი, რომელმაც ამ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. სასულიერო პირები და ის ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოს კარზე არსებულ პრობლემებს ძალიან კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ის პირები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, სავარაუდოდ არიან სწორედ ის სასულიერო პირები, რომლებიც ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მამა დოროთე ყურაშვილი გამოეხმაურა BBC-ს საერთაშორისო სკანდალს და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე უნდა გადამდგარიყო და უნდა დამდგარიყო იმ ადამიანების პასუხისგებლობის საკითხი, რომლებმაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს ქართველი ხალხის წინაშე. სავარაუდოდ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა მღვდელმსახურება სასულიერო პირს შეუჩერეს. მას აქვს მხოლოდ უფლებამოსილება მინიჭებული, ესე იგი მისი ფაქსიმილის გამოყენებისა მის მდივარ რეფერენტზე, რომელიც დღემდე აგრძელებს რუხ კარდინალობას და ჩრდილოვან მმართველობას საპატრიარქოში. ისინი იყენებენ ამ ფაქსიმილიას და აყალბებენ, აკეთებენ ყველაფერს, რაც ესე იგი მათთვის მისაღებია და რაც მისაღებია, რა თქმა უნდა, მათი ბატონი, ესე იგი რუსეთისთვის. ეს არის უბედურება. ჩვენ იმდენი უკანონობა ვიხილეთ. იმდენად ესე იგი ყარს საპატრიარქო და მისი სცენარები, ეგრეთ წოდებული თოჯინების თეატრით წარმოჩენილი. უნდა კატეგორიულად მოვითხოვოს თელმა ერმა დიდი საეკლესიო კრება. მოწერა არ არის ილია მეორის ფაქსიმილია ამასთან დაკავშირებით. ყველა შეიძლება თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ მე ბოლოს გიორგობას, როდესაც ნახე პატრიარქის საკათედრო ტაძარში, მე მექნება შთაბეჭდილება, რომ მას წესით არ უნდა კონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ ამ მნიშვნელობის საკითხები გაარკვიოს და შემდეგ მასზე დაშკნები გამოიტანოს. უბრალოდ ძალიან უხერხულია ამ მდგომარეობაში ასე დაუძლურებული ადამიანით სპეკულირება, რაც ახლა ხდება. ვინ მიიღო გადაწყვეტილება და რა პოზიცია აქვს იმ სასულიერო პირს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქართველი ხალხის გვერდით ქვეყნის მთავარ გამზირზე ევროპული მომავლისთვის დგას. ჩვენ ამ წუთებში მუშაობთ იმისათვის, რომ ცენტრალურ გამოშვებაში მაყურებელს უფრო მეტი მოუყვეთ იმ სკანდალური დოკუმენტის შესახებ, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. ეს იყო ირაკლი ბახტაძე, ეს კი იყო პირველები 6 ერთმანეთს შევხვდებით 7-ზე